მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ძალიან კარგი ამინდია, ნელ-ნელა თბება. გადავიღოთ Yamaha R7-ზე ცხვირის აწევები, wheel-ი, სვეჭკა, როგორც გინდა ისე დაუძახოთ, როგორც თქვენ გაგიხარდებათ და გავტესტოთ, მოდი, რომელ სიჩქარეებში უფრო კარგად და სტაბილურად მოყვება. ყველა ვარიანტს, ფეხზე დამდგარს, დამჯდარს, სკამზე ფეხზე დამდგარს, როგორ მოგეწონება და რომელ სიჩქარეებში გამოყვება, მაგას გაჩვენებთ აუცილებლად და გეტყვით ცეპლენით ავაწევინე თუ გაზით ავაწევინე, მაგრამ გაზით არ ვაწევინებ ხოლმე, ამ ცეპლენიას ვარ მიჩვეული და ყველა სიჩქარის აწევა იქნება ცეპლენით. დავიწყოთ. ახლა ვწვდი პირველ სიჩქარეში. ავედით, ახლა მეორე სიჩქარე. მესამე სიჩქარე. პირველ სიჩქარეში ძალიან ფიცხი არის, ანუ ეგრევე მოდის, ცეპლენი არც გჭირდება, ჩვეულებრივ შეგიძლია წამოაღებინო, დამწყებებს ძალიან ცუდ მაგალითს ვაძლევ, იმიტომ რომ არაფერი არ მოცვია ეკიპირება და არ გაიმეოროთ ესე. პირველი სიჩქარე გაზი ცეპლენია, ძალიან სწრაფად ამოდის და თუ კონტროლი არ იცი, ძალიან გაგიჭირდება, შეიძლება უკან გადაგაგდოს ისე სწრაფად რომ ვერც გაიგო. მეორე სიჩქარეში ცეპლენით ნაზად და ესე კარაქივით კარგად გემრიელად მოყვება. არანაირი პრობლემა არ აქვს, დაბლებშიც მოყვება და მაღლებშიც მოყვება. მესამე სიჩქარეს ცოტა მაღალი სიჩქარე სჭირდება და ძალდატანება ოდნავ. რო ვიჯექი, ვერანაირად ვერ ავაწევინე, რა ვისაც ყავთ R7, დამიწერეთ კომენტარებში, თუ მესამე სიჩქარით როდესმე აგიწევიათ ცხვირი, ოღონდ ისეთ პოზიციაში, როცა ზიხართ, ანუ ფეხზე როცა ვდგავარ, ვაწევინებ ეგრე, ცოტა მეტი ცეპლენია სჭირდება და წევს ძალიან მარტივად. დანარჩენ სიჩქარეებს რაც შეეხება, მე-4, მე-5, მე-6-ეს, კბილანა წინა უკანა აყენი აქვს არხნული, შესაბამისად, გამორიცხულია უბრალოდ, რომ წამოაწევინო. შეიძლება რაღაცნაირად მე-4 სიჩქარეში ააწევინო, ოღონდ ძალიან მაღალ სიჩქარეზე მოგიწევს რა თავის ატკიება და თავის გაგიჟება არის, არ ვიცი. თუ მოგეწონათ ვიდეო, თუ საინტერესო იყო ოდნავ მაინც, გამოიწერეთ გვერდი და ლაიქეთ და გააქტიურეთ ზარიცხილაკი თუ გინდათ.